შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, რომელიც საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკულ სისტემებს აკავშირებს, განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. რუმინულ ტრანსელექტრიკასა და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის საფუძველზე მხარეები შავი ზღვის ფსკერის გეოტექნიკური, ფინანსური, სამართლებრივი, გარემოსდაცვითი და სოციალური ზემოქმედების კვლევების ჩატარების მიმართულებით ითანამშრომლებენ. შეგახსენებთ, რომ 2025 წლის დეკემბერში შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი ევროკავშირისგან PMI სტატუსი მიიღო, რაც პროექტს მთელ რიგ უპირატესობებს ანიჭებს, მათ შორის დაფინანსების ნაწილშიც. შუა დერეფანი უკვე აღარაა მხოლოდ ალტერნატიული გზის სტატუსის მატარებელი, დღეს ის სულ უფრო მეტად აღიქმება როგორც მდგრადი მიწოდების ჯაჭვების, ეკონომიკური უსაფრთხოებისა და ევროპასა და აზიას შორის მყარი კავშირების სტრატეგიული კომპონენტი, განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის პარიზში გამართულ ევრაზიულ კვირეულზე. თამარ იოსელიანმა აღნიშნა, რომ მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები აძლიერებს საქართველოს ფუნქციას დერეფანში, მთავრობამ კი მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელა ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში. დეკემბერში უცხოური ვალუტით გაცემული სასხების საპროცენტო განაკვეთი თითქმის უცვლელად 9%-ზე შეინარჩუნდა, ეროვნული ვალუტით გაცემულ კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთი კი 0,1%-ით 15,4%-მდე გაიზარდა. რაც შეეხება კერძო სექტორის დაკრედიტებას, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დეკემბერში იურიდიულ პირებზე ეროვნული ვალუტით გაცემული სასხების საპროცენტო განაკვეთი წინა თვესთან შედარებით 0,6%-ით გაიზარდა და 13,2% შეადგინა. ამასთან ეროვნული ვალუტით გაცემული იპოთეკური სასხების საპროცენტო განაკვეთი 12,1%-მდეა შემცირებული. საქართველოს ბერლინში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საერთაშორისო აგრო გამოფენა ფრութ ლოგისტიკაზეა წარმოდგენილი. ღონისძიებაზე თავმოყრილია ხილბოსტნეულის მწარმოებლები, მიწოდებისა და რეალიზაციის სფეროს წამყვანი კომპანიები. წელს გამოფენაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 2500-ზე მეტი კომპანია მონაწილეობს, აქედან 11 ქართული კომპანიაა, რომელთა ძირითადი ნაწილი ლურჯი მოცვის მწარმოებელია. ღონისძიებაში ქვეყანა მსოფლიოს განვითარების სააგენტოს ორგანიზებით მონაწილეობს, ფორმატი მიზნად ქართული პროდუქციის საექსპორტო ბაზრებზე პოზიციების გამყარებასა და საერთაშორისო პარტნიორების მოძიებას ისახავს. აღნიშნული გამოფენა ბერლინში 6 თებერვლამდე გაგრძელდება. მაღალმხარჯველი ტურისტების მოზიდვის მიზნით საქართველოს ისრაელის ბაზარზე აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. თელ-ავივში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა ITM 2026-ზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად 30-ზე მეტმა ქართულმა ტურისტულმა კომპანიამ და სასტუმრომ მიიღო მონაწილეობა. სექტორის წარმომადგენლების შეფასებით, გეოპოლიტიკური გამოწვევების მიუხედავად ისრაელი ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ და პერსპექტიულ ბაზრად რჩება. ITM იგივე ხმელთაშუა ზღვის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთ უმსხვილეს ტურისტულ პლატფორმად ითვლება და წელს მას მსოფლიოს 50 ქვეყნიდან 20,000-ზე მეტი ვიზიტორი დაესწრო. სპორტული ბრენდი Nike-ის წინააღმდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური გამოძიება დაიწყო. თანასწორობისა და დასაქმების უფლებების ფედერალური კომისია იკვლევს, ჰქონდა თუ არა კომპანიას დისკრიმინაციული პოლიტიკა თეთრკანიან თანამშრომლებზე, კანდიდატებსა და სასწავლო პროგრამების მონაწილეებზე. გამოძიება მოიცავს 2018 წლიდან დღემდე პერიოდს და ფოკუსირებულია დასაქმების, დაწინაურებისა და სამსახურიდან გათავისუფლების პრაქტიკაზე. ექსპერტების შეფასებით გამოძიებამ შესაძლოა გავლენა Nike-ის ბრენდის იმიჯზე, სამუშაო პოლიტიკასა და ფინანსურ შედეგებზე, ვინაიდან კომპანიას მოუწევს HR პრაქტიკების გადახედვა გადაწყვეტილებების უფრო მკაცრი სამართლებრივი კონტროლით. Amazon-ი 16,000 თანამშრომელს ათავისუფლებს, რაც კომპანიის მიერ 3 თვეში მასშტაბური სამუშაო ადგილების შემცირების მეორე რაუნდია. კომპანია მიზეზად ხელოვნური ინტელექტის უზენაესობისთვის ბრძოლაში საკუთარი პოზიციის გაუმჯობესებას ასახელებს და აღნიშნავს, რომ კომპანიისთვის აუცილებელია ბიუროკრატიული პროცედურების შემცირება, რათა დააჩქაროს გადაწყვეტილებების მიღების პროცესი. 14,000 კორპორატიული თანამშრომლის შემცირების შესახებ Amazon-მა გასული წლის ოქტომბრის ბოლოს განაცხადა.
ამბობისთვის ამაზონი ამერიკის სიდიდით მეორე კერძო დამსაქმებელია Walmart-ის შემდეგ. ამერიკის შეერთებული შტატების თანაბარი დასაქმების შესაძლებლობების კომისიაში წარდგენილი 2024 წლის კვლევის თანახმად კი მას 350,000-ზე მეტი კორპორატიული თანამშრომელი ჰყავს. ორივე ბოლოდროინდელი შემცირების რაუნდის შედეგად კი შემცირებაში ოფისის თანამშრომლების საერთო რაოდენობის დაახლოებით 9% მოყვა.